სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ ევროპის საბჭოსათვის, ძალადობის პრობლემის მოგვარების ორ გზას გვთავაზობს. პირველი გზა, როდესაც ჩვენ ვქმნით სკოლაში ისეთ გარემოს, რომელშიც იქნება კონვინენცია. კონვინენცია ესპანური სიტყვა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს ნიშნავს ცხოვრებას ჰარმონიაში და ისეთი გზების ძიებას, რომლებიც სკოლაში შექმნის გარემოს, სადაც ჰარმონია და არა ძალადობა იქნება გამეფებული. არსებობს სხვადასხვა მეთოდები და მიდგომები სკოლის იმგვარი მოწყობისადმი, როდესაც მასწავლებლები ქცევის წესებს უსადაგებენ მაღალ სტანდარტებს და ყველა ბავშვის მოლოდინის გათვალისწინებას. საჭიროა მრავალი ამგვარი საკითხის მხედველობაში მიღება. მეორე გზა ძალზე კრიტიკულია. უმეტესი ქმედებებისა, რომლებსაც ჩვენ ძალადობას მივაკუთვნებთ, რეაქტიულია. ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ძალადობის შემთხვევებზე, თუმცა არსებობს ძალადობაზე რეაგირების გზები, რომლებიც გვეხმარება ხელახალი ძალადობის თავიდან აცილებაში. და ეს გზები არ გულისხმობს პრობლემის მიჩუმათებას და ისე მოქცევას, ვითომდა ეს პრობლემა სულაც არ არსებობს. სპეციალურ დაწესებულებებში ბავშვები მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხვდნენ. შეიძლება მათი მშობლები გარდაიცვალნენ, ან არძალულთ მათი მოვლა. ბავშვები შეიძლება პოლიციის მიერ იყვნენ დაპატიმრებულნი, ან ჰქონდეთ გონებრივი თუ ფიზიკური ნაკლოვანებები. ის ფაქტი, რომ ბავშვების დაკავებისათვის განკუთვნილი დაწესებულებები დახურულია საზოგადოებისთვის და ამდენად დაფარული გარე სამყაროსთვის, ზრდის ბავშვების მიმართ ძალადობის პოტენციურ საფრთხეს. მაგრამ აქვე არსებობს კიდევ ერთი ფაქტორიც. ბავშვები უაღრესად დაუცველნი არიან ამ დაწესებულებებში მოხვედრამდეც. ისინი შესწრებიან ძალადობის აქტებს. დარღვეული ოჯახებიდან არიან და ისეთი ოჯახებიდან, რომლებმაც უკიდურესი გაჭირვების გამო ბავშვები ამ დაწესებულებებში მოათავსეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთ დაწესებულებაში 16 წლის განმავლობაში ცხოვრება გარეთ ფეხის გაუდგმელად, ყველანაირი სოციალური ცხოვრების გარეშე. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბავშვები ყოველ დღე სხვადასხვა ფორმით ხვდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალადობის ზოგიერთი სახე იმდენად სერიოზულია, რომ ბავშვები სიკვდილით მთავრდება. ზოგიერთი კი ამცირებს მათ და ართმევს ღირსებას და საკუთარი თავის პატივისცემას. საკმარისია, დროა შევაჩეროთ ეს საშინელება. And some that are just humiliates and robs them of their dignity, of their respect. This has to stop. ბავშვები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი საზოგადოებაში. სიღარიბე მათ შეიძლება ქუჩაში გასვლისკენ უბიძგოს. ქუჩაში კი ისინი შეიძლება ჩაებან კრიმინალურ დაჯგუფებაში, უკანონო მუშაობაში, მათხოვრობასა თუ პროსტიტუციაში. ოჯახებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, მათ შორის სოციალური მუშაკების და მასწავლებლების ინფორმირებას და მათთვის დახმარების გაწევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, UNICEF-მა მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობებს ამ მიზნის მიღწევაში, დაეხმაროს მათ ძალადობის ნიშნების ამოცნობის სწავლაში. როგორ გავიგებთ ოჯახებში ძალადობის შემთხვევებს, თუ კი თავად ბავშვებს არ ვასწავლით მათ დაფიქსირებას, მათ შესახებ საუბარს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ კი არ მიუჩენთ მათ ისეთ ადამიანს, რომელსაც გაუზიარებენ თავიანთ წუხილს და პრობლემებს, ვინც მოусმენს მათ. ბავშვებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ცხელი ხაზების დაარსება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ევროპაშიც და სხვა ადგილებშიც ჩვენ ვაარსებთ ცხელ ხაზებს, რომლებითაც ბავშვებს შეეძლებათ საკუთარი პრობლემების გაზიარება. ექიმები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. მაგალითად, პედიატრები ის ადამიანები არიან, ვინც პირველ რიგში აწყდება ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს. მართალია, სასწრაფო დახმარებების ოთახში ყურადღებას უპირველეს ყოვლისა სიტუაციის სიმძაბრეზე ვამახვილებ და არა მის გამომწვევ მიზეზებზე. მაგრამ პრობლემის არსებობაზე ბავშვის ქცევა მიგვითითებს. მე თავად ვარ პედიატრი და ბავშვთა საავადმყოფოშიც მუშაობდი. კარგად მახსოვს შემთხვევები, როდესაც აშკარად ჩანდა, თუ რამხელა ზეგავლენას ახდენდა ბავშვის ქცევაზე ოჯახში განცდილი ძალადობა. მე ვერაუარი ამ პრობლემას გვერდი. ვცდილობდი მის მოგვარებაში სოციალური სექტორი ჩამერთო, რათა დავრწმუნებულიყავ, რომ ბავშვს მიხედავდნენ. პედიატრებისა და ექიმებისთვის მნიშვნელოვანია პრობლემის გაცნობიერება, მისი ცოდნა და უმსუბუქესი ნიშნების ამოცნობა. ასეთი ნიშნები შეიძლება იყოს მაგალითად მეტყველების დეფექტები და სწავლაში არსებული სირთულეები, უცნაური ქცევა თუ უცნაური ნახატები. მე ვიტყოდი, რომ ყურადღება უნდა მივაყროთ ყველაფერს, რაც ეხება ჩვენ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და მთლიანად საზოგადოებაში ბავშვების ექსპლუატაციას. ექსპლუატაციის სახეები განსხვავებულია. მაგალითად, ბავშვები იძულებულნი არიან იმუშაონ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ევროპაშიც ხდება. ბავშვები დილა-ადრიან დგებიან, რათა გაზეთები დაარიგონ ან სუპერმარკეტებში იმუშაონ. ისინი ხშირად არღებულობენ ფულს, რომელიც ეკუთვნით ამ სამუშაოსთვის. ხშირად ისინი სკოლაში იმდენად დაღლილები მიდიან, რომ კარგად ვერ სწავლობენ. ასე რომ იმას, რაც ჩემი აზრით მარტო სხვა რეგიონებში ხდება, ევროპასა და ცენტრალურ აზიაშიც აქვს ადგილი.
ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა მრავალი ფორმით არსებობს. ეს ხდება როგორც ოჯახებში, ისე კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის სახით. ბავშვებს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ ინცესტში, პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში, სექსუალურ ძალადობას ახდენენ მათზე ბავშვთა სპეციალურ დაწესებულებებში. ჩემი აზრით, უნდა განვასხვაოთ სექსუალური ძალადობა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი ოჯახურ სიტუაციებში ხდება სექსუალური ექსპლუატაციისაგან, რასაც ჩვეულებრივ კომერციული დატვირთვა აქვს, თუმცა მასში ბავშვების ახლო ნათესავებით შეიძლება იყვნენ ჩართულნი. მაგრამ დღეს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ამ სფეროში ბავშვების ტრეფიკინგი წარმოადგენს. ზოგადად ადამიანების, კერძოდ კი ბავშვების ტრეფიკინგმა საგანგაშო მასშტაბი შეიძინა და სასწრაფო რეაგირება საჭიროებს. Has taken on very important proportions and calls for very urgent action. იზრდება რაოდენობა მცირეწლოვანი ბავშვების, ბიჭებისა და გოგონების, განსაკუთრებით კი გოგონებისა, რომლებსაც იტაცებენ რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილებიდან დასავლეთ ნაწილებში და ეს გამუდმებით ხდება. ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება მხოლოდ ბავშვების სამშობლო თუ მიმღები ქვეყნების, ტრანზიტული ქვეყნების მიერ განხორციელებული ქმედებებით. Commitment and there is quite a lot of commitment already to reduce that commitment. ჩვენ შეიძლება გვინდოდეს ვიმსჯელოთ ახალი სტანდარტების, დღევანდელთან შედარებით უფრო ახალი ნორმების შემუშავებაზე. ევროპის საბჭომ მოამზადა რეკომენდაცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე. თავის წევრ სახელმწიფოებს გაუგზავნა კითხვარი, რათა გაერკვია, თუ რა სირთულეები არსებობს ამ რეკომენდაციის შესრულებაში. თუკი ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ კონსენსუსს იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს და ამის მაგალითად მე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ამ სფეროს განვიხილავდი, მაშინ იქნებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების დადების დროც მოვიდა. არ ვიცი, ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ სტანდარტების დასახვა და არა მარტო სტანდარტების დასახვა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მონიტორინგი. ჩვენი წევრი სახელმწიფოების მონიტორინგის მიზანი არა მარტო დამნაშავეების ჩვენებაა, რომელი ქვეყანა არ აკმაყოფილებს ჩვენ სტანდარტებს ჩვენთვის სასურველი გზით, ჩვენ გვინდა ახალ წევრებსაც დავეხმაროთ. ეს ძალიან რთული საკითხებია, რომელთა გადაწყვეტა ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ კანონმდებლებზე. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, მისთვის ცოდნის მიწოდება და სექსუალური ძალადობის გარშემო აღმართული დუმილის კედლის დანგრევა. Breaking the wall of silence around sexual abuse. ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტი ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ამის გაკეთება წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისა და სახელმწიფოს მეთაურებმა გთხოვეს. პირადად ჩემი სურვილია, რომ ინსტრუმენტი სავალდებულოდ შესასრულებელი იყოს. ჩემი აზრით, ეს დღეს აუცილებელია. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ პრობლემა, რომელიც ძალიან სერიოზული ხდება და რომელიც რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა. ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია მობილური ტელეფონების საშუალებით. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედოფილთა ქცევას. მაშინ, როდესაც სინამდვილეში ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას ბევრად უფრო ფართო მასშტაბი აქვს ეგრეთ წოდებული ნორმალური მამაკაცების მხრიდან, ვინც უბრალოდ ფიქრობს, რომ სასიამოვნო იქნება სქესობრივი ურთიერთობა 16 წლის ბავშვთან. ეს ექსპლუატაციაა. არსებობს საკანონმდებლო რეფორმის გატარების დაჩქარების ნიშნები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოსცა რიგი განჩინებებისა, რომლებიც მოითხოვს ბავშვების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული კანონების გაძლიერებას. სახელმწიფოებსა და პოლიტიკოსებს სულ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან ბავშვების დაუცველობისათვის. მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტები და გავაფორმეთ კონვენციები, შეთანხმებები და რეკომენდაციები, მაგრამ ხშირად ისინი არ სრულდება. ამიტომ ახლა ვცდილობ დავნერგოთ მონიტორინგის მექანიზმი. ჩემი აზრით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას გარდა და ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, მინდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს აამოქმედონ ევროპის საბჭოს კონვენციები, რომლებიც ამ სფეროებს ეხება. თუ ამას მოვახერხებთ, უკვე დიდი ნაბიჯი გვექნება წინ გადადგმული. მარტო კანონმდებლობა არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს პრაქტიკაც. როდესაც ჩვენ ამ საკითხის განხორციელებისკენ მოვუწოდებთ, მთავრობები ამბობენ, ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ახლა მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ იმაზე, გააკეთებენ ამას თუ არა. პირველ რიგში ბავშვებს დაველაპარაკოთ. ისინი ჩვენზე უკეთ იცნობენ იმ სამყაროს, სადაც ცხოვრება უწევთ. ვფიქრობ, რომ მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ბავშვების სახელით ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ადამიანებს თავიანთი საქმის უკეთ კეთება.